გამარჯობა მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. PSG-ს მოულოდნელი მარცხი. კვარაცხელია შესვლის მიზეზი და ენრიკეს ხმაურიანი კომენტარი. თქვენთან კითხვა უნდა მაქვს რომ დამიფასოთ რომ ადავცადოთ რომ ავიდეთ ტრადიციულ 2000 მოწონებაზე. ასევე შევეცადოთ რომ ამ ვიდეოთ 97,000 გამომწერს მივაღწიოთ. ამიტომ არ დაიზარო არხის გამოწერა. ყველას მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის და მოდი დავიწყოთ. ხასიათი და ტექნიკა აქვს. ნაპოლის შაკვეტაძე ურჩიეს. სამთის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა და გერმანულმა სამეჯენერო სააგენტომ ტრანსფერ მარკეტმა ნაპოლის საინტერესო სტატია მიუძღვნა. ტრანსფერ მარკეტმა კი პარტენოპეის 7 ტრანსფერი შესთავაზა, რომელთა დახურვაც იანვარშია შესაძლებელი და ერთ-ერთი მათგანი ჩაკვეტაძის გადაბირება გახლავთ. საქართველოს ხსენება ნეაპოლელი კომაგების გულებს აჩქარებს. რა მოხდება მათ რომ სადონ და კიდევ ერთხელ განიცადონ ემოციები, რომელიც კვარაცხელიასთან ურთიერთობა მოუტანათ. ოღონდ ამჯერად არა კვარასთან, არამედ მის თანამემამულესთან. კვარაცხელიას გამოჩენამდე ჯვალოსნების ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელი ჩაკვეტაძე გახლდათ. გენში ყოფნისას მას საფეხბურთო ელიტაში შესვლას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ მუხლის სერიოზული ტრაუმის შემდეგ იმავე დონეზე აღარ დაბრუნებულა. ტრაუმის შემდეგ ჩაკვეტაძემ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში იმოგზაურა, მაგრამ ფეხი ვერსად მოიკიდა. საბოლოოდ კი ვოტფორდში გადავიდა და მისი საბაზრო ღირებულება 4,5 მილიონი ევროა. შანსი ნაპოლისთვის? მას აქვს ხასიათი და ტექნიკა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გრძელვადიან პერსპექტივას არ ეძებთ. იგივეა, რაც ნოა ოკაფორის ტრანსფერი. წერს ტრანსფერ მარკეტი. მიქაუტაძის ვრცელი ინტერვიუ. ლალიგის მორიგ ტურში გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალი ბეტის ესტუმრება. მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე კი ქართველმა ფორვარდმა 2026 წლის შესანიშნავ სტარტზე და გუნდის ამოცანებზე ისაუბრა. სწრაფად გავიარე ადაპტაცია და კარგად მესმის, რასაც ითხოვს შემგამწვრთნელი როგორც დასვაში, ისე შეტევაში. გარდა ამისა, კარგი ურთიერთობა მაქვს თანაგუნდელებთან და რა თქმა უნდა, ადაპტაციაში ეს მეხმარება. მარსელინო ითხოვს რომ მოედანზე სწორად განოლაგდე მაშინ, როდესაც გუნდი პრესინგს ახორციელებს და ასევე მაშინ, როცა ბურთს ვიბრუნებთ და სწრაფ კონტრშეტევაში გადავდივართ. მქონდა საგოლე მომენტები, რომლებიც ვერ გამოვიყენე და ჩემი თავისგან ყოველთვის მეც ვითხოვ. ამიტომ ვაგრძელებ მუშაობა შეტევების დასრულებაზე. არასოდეს უკმაყოფილდები მიღწეულით, მაგრამ ამავდროულად ძალიან ბედნიერი ვარ იმით, როგორ დავიწყეთ 2026 წელი და ამ წარმატებებში ჩემი წვლილით. იმედია წინ კიდევ უფრო კარგი შედეგები გველოდება და ჩემი სტატისტიკაც გაუმჯობესდება. რაც შეეხება ლავესთან გატანილ გოლს, ძალიან მიყვარს მეკარისთვის ბურთზე თავზე გადაგდება. შეგიძლიათ ამას მიქაუტაძის საფირმო გოლი უწოდოთ. ამ სტილში არაერთი გოლი მაქვს გატანილი და ზოგადად ვცდილობ რომ რაც შეიძლება მრავალფეროვნად ვითამაშო. გავიტანო მარჯვენა ფეხით, მარცხენა ფეხით, თავით. რთულად შესასრულებელი დარტყმებით გოლების გატანა ძალიან მიყვარს. ლალიგა ჩემს სათამაშო სტილს ძალიან უხდება. აქ ძალიან ბევრი კარგი გუნდია და თუ საფრანგეთის ჩემპიონატს შევადარებთ, ლალიგის ყველა გუნდს შეუძლია ნებისმიერ მეტოქეს წინააღმდეგობა გაუწიოს. ჩემპიონობა? რა თქმა უნდა, მეც და მთელი გუნდიც პირველ ადგილს ვუმიზნებთ, იმიტომ რომ ფეხბურთში არაფერია გამორიცხული. ბუნებრივია ეს ძალიან რთული იქნება, თუმცა მატჩიდან მატჩამდე მივიწევთ წინ და მხოლოდ მოახლოებულ შეხვედრაზე ვფიქრობთ. ჩემპიონთა ლიგაზე თამაშზე ყველა ფეხბურთელი ოცნებობს. ეს შემთთვის პირველი სეზონი იყო ისევე როგორც ვილიარეალის არაერთი ფეხბურთელისთვის. ახლა ჩვენი მოტივაციაა რომ კარგად ჩავატაროთ დარჩენილი შეხვედრები ჩემპიონთა ლიგაზე. შემდეგ კი შევეცადოთ რომ მომავალი სეზონისთვის მოვიპოვოთ ჩემპიონთა ლიგის საგზური და ამ ტურნირზე ისე ვიასპარეზოთ. გოლების აღნიშვნა? როდესაც ჩემს მეგობარს PlayStation-ს ვეთამაშებოდი, გოლი 100 აღვნიშნე და მას შემდეგ მოედანზე 100 აღვნიშნო გოლებს. რაც შეეხება ესპანური ენის სწავლას, ყავს მასწავლებელი და ვცდილობ ვისაუბრო ესპანურად. მე კი ვფიქრობ რომ წინსვლა მაქვს და მალე მექნება შედეგიც, განაცხადა მიქაუტაძე. მე კი დავძენი იმასაც რომ 18 მატჩის შემდეგ ვილიარეალი 41 ქულით ლალიგის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა და მადრიდის რეალს 4 ქულით, ხოლო ბარსელონას 8 ქულით ჩამორჩება. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ ორივე გრანს ვილიარეალზე 11 მატჩი აქვს ჩატარებული. მოგეხსენებათ პარკ დე პრენსზე საფრანგეთის თასზე პარიზული დერბი გაიმართა, ხოლო სრულიად მოულოდნელად პარი სენ-ჟერმენი პარისთან 0-1 დამარცხდა და ტურნირს დაიმშვიდობა. აღსანიშნავია რომ კვარაცხელია სანამ მოედანზე იყო გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, თუმცა ლუის ენრიკემ 64 წუთზე უსმან დემბელეტი შეცვალა, რის შემდეგაც გუნდმა საკუთარ კარში გადამწყვეტი გოლის მიიღო. გულშემატკივრებში კი დიდი გაღიზიანება და გაურკვევლობა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ენრიკე მოედანზე ბარკოლა დატოვა, თუმცა კვარაცხელია გაიყვანა. ეს ყველაფერი კი იმის ფონზე, როდესაც ხვიჩა მოედანზე უფრო პროდუქტიული იყო, ვიდრე ფრანგი შემტევი. თუმცა ფრანგულ მედიაში ვარაუდობენ, რომ ენრიკეს ქართველი ფეხბურთელის ზედმეტი დატვირთვა არ სურდა, რადგან ხვიჩას ამ სეზონში ხშირად აწუხებს პატარა ტრაუმები. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ლუის ენრიკე გაღიზიანებულია იმ ამბებით, რაც ბოლო პერიოდია მის თავს ტრიალებს. კერძოდ ესპანელმა სპეციალისტმა პრეს-კონფერენცია გამართა, სადაც სხვადასხვა თემაზე ისაუბრა. მათ შორის კლუბთან კონტრაქტის განახლების საკითხზე. მან კი უარყო ესპანურ მედიაში გავრცელებული ცნობა, თითქოს PSG-სთან კონტრაქტის განახლებაზე უარი თქვა. ეს მხოლოდ სწორებია, რომლებიც მუდმივად ვრცელდებოდა PSG-ს შესახებ.
ეს კონფიდენციალურია და ასეც დარჩება. ბევრი ყალბი ამბავი ვრცელდება. ეს ფეხბურთელებისა და გუნდის დესტაბილიზაციის მცდელობა, მაგრამ არაფერი მოხდება. მოლაპარაკებები ნორმალურია, თუმცა ეს კონფიდენციალურია. ვიცით რა გვინდა და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვეულებრივ მოედანზე პრობლემებს უნდა გავუმკლავდე, მაგრამ ახლა ისინი ცდილობენ მოედნის გარეთ ჩვენს დესტაბილიზაციას ყალბი ამბებით. თუმცა ამას ჩვენს გუნდთან არაფერი აქვს საერთო, განაცხადა ენრიკე. ეს ინფორმაცია კი მედიაში ბოლო პერიოდი აქტიურად ვრცელდებოდა. თუმცა თავად ენრიკე ამ ყველაფერს უარყოფს და იმედი დავიტოვოთ, რომ ესპანელი სპეციალისტი გუნდთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს, რადგან PSG-ს ძალიან გაუჭირდება, რომ მისი ღირსეული შემსვლელი იპოვნოს. კვარაცხელია შემდეგ საუკეთესოა. იტალიელი ჟურნალისტი ხუჩაზე და მაქტომინეიზე. ფეხბურთელების დიდი ნაწილი ალონსოს დატოვების მომხრე იყო. რა მოხდა მადრიდში და ჩაიბარებს თუ არა რეალს კლოპი. რეალის ფეხბურთელების უმრავლესობა ჩაბი ალონსოს მხარს უჭერდა და მისი მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე დატოვების მომხრე იყო. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ESPN ავრცელებს. მისი ცნობით, პრობლემებისა და ზეწოლის ფონზე ალონსომ სიტუაციასთან ადაპტირება და გუნდთან ურთიერთობის გაუმჯობესება სცადა. მაგალითად, ბასკმა მწვრთნელმა შეამსუბუქა ზოგიერთი მოთხოვნა. კერძოდ, ფეხბურთელების დასვენების დღეების რაოდენობა გაზარდა და შეეცადა ახალი მიდგომა იპოვნა ვინისიუს ჯუნიორის მიმართ, რათა ბრაზილიელს თავი მნიშვნელოვან ფეხბურთელად ეგცნო. ალავესთან, ტალავერასთან და სევილიასთან მოგებების შემდეგ გუნდის დიდმა ნაწილმა ალონსოს მხარი დაუჭირა. ფეხბურთელები მზად იყვნენ მისი მართვის სტილის თავისებურებებს შეგუებოდნენ. კერძოდ, საუბარია ვიდეო ანალიზზე. თუმცა ESPN-ის ცნობით, ამავე დროს გუნდში იყვნენ ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ ნოემბერსა და დეკემბერში რეალის მიერ ნაჩვენების შედეგები, როგორც წესი, მწვრთნელის გათავისუფლებას იწვევს. ხოლო როგორც ჩანს, პერეზის მსგავსად ფიქრობდა და 12 იანვარს სუპერთასის ფინალში ბარსასთან მარცხის შემდეგ ალონსო გაათავისუფლეს. სეზონის ბოლომდე კი ბლანკოს მეორე გუნდის თავკაცი ალვარო არბელოა უხელმძღვანელებს, რომელზეც უნდა ითქვას, რომ საშინელი სადებიუტო შეხვედრა გამოუვიდა, რადგან მადრიდის რეალი ლიგა 2-ის მე-17 ადგილოსან ალბასეტისთან 3-2 დამარცხდა და კოპა დელ რეისაც გამოეთიშა. რაც შეეხება კლუბს, მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდია გერმანელ სპეციალისტ მადრიდულ კლუბს აქტიურად უკავშირებენ. ამასთან დაკავშირებით კი ესპანური გამოცემა AS შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს. მადრიდის რეალი იურგენ კლოპისთვის ძალიან საინტერესო ვარიანტია. ამიტომ Red Bull-თან მოქმედი კონტრაქტის მიუხედავად თუ კლუბისგან შეთავაზება იქნება, ის ამას სერიოზულად განიხილავს. წერია გამოცემაში. შეგახსენებთ, რომ ლივერპულიდან წასვლის შემდეგ გერმანელი სპეციალისტი არცერთ გუნდს არ წვრთნის. ასევე იქამდე სანამ მადრიდულ გუნდში ალონსო დაინიშნებოდა, კლოპის კანდიდატურაც გაჟღერდა, მაგრამ იმ დროს იურგენმა შეთავაზებაზე უარი განაცხადა. ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა მასიმო დალესანდრომ სერიას ბოლო ტურში ინტერისა და ნაპოლის დაპირისპირებაში აჯამა. მან კი შოტლანდიელი ფეხბურთელი ნაპოლიში ბოლო 5 წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა, თუმცა კვარაცხელიაზე წინ არ დააყენა. რაც შეეხება მაქტომინეის, ის ბოლო 5 წელიწადში სერიაში ჩამოსული საუკეთესო უცხოელი ფეხბურთელია კვარაცხელია შემდეგ. მას კონტრაქტი 2028 წლამდე აქვს და ცოტას გამოიმუშავებს. ამიტომ იმედი მაქვს კონტრაქტის განახლების საკითხი მალე დადგება თხის წესრიგში, განაცხადა იტალიელმა ჟურნალისტმა. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი თხოვნა, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერე არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.